რომელი მანქანა გადაახტება უზარმაზარ ტბას GTA 5-ში. დავტესტოთ პირველი მანქანა, ეს არის BMW X6M, რომელსაც საკმაოდ დიდი წონა აქვს, დიდ სიჩქარესაც აკრიფავს თავდაღმართზე და საკმაოდ დიდი შანსია რომ გადახტეს. ნუ როგორც უკვე ვთქვი, 250 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, მაგრამ საკმარისია არ აღმოჩნდა ეს სიჩქარე ტბაზე გადასახტომად. ძალიან შევცვალეთ მანქანები, მაგრამ შემდგომი მანქანა არის Mustang Boss 302, რომელიც საკმაოდ სწრაფი მანქანა არის. თქვენ მანამდე ახის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ, ვეცადოთ რომ ავიდეთ 60,000 გამოწერზე, მალე ძალიან დიდი სიჩქარე აუკრიფეთ, საკმაოდ შორსაც გადავხდით, მაგრამ ალბათ ძველი მანქანის გამო იმდენად დიდი სიჩქარე ვერ აკრიფა და ჩაემხო წყალში ესეც. შემდგომი მანქანა არის CL65, რომელსაც გაფუჭებული მოდის გამო ხმა არ აქვს, მაგრამ ვითომ აქვს ხმა. საკმაოდ დიდი სიჩქარე კი განავითარა, მიუხედავად იმისა, რომ ხმა არ აქვს. ვამხელოზია ხტა ხო არ ეხა ეს თუ მიწვდა ძმაო და გავგიჟდები. მანქანა, რომელსაც ხმა არ აქვს, რამის მიწვდა, მაგრამ საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ბლუნკ. შემდეგი მანქანა არის Cadillac City S-ი, წინა სილს ხმა არ ქონდა, მაგრამ ამას ნახეთ რა მაგარი ხმა აქვს. ამერიკული, მე მგონი 6 ცილინდრიანია ეს მანქანა, ზუსტად არ ვიცი. კომენტარებში დაწერეთ ეს მანქანა 6 ცილინდრიანია თუ 8 ცილინდრიანი. მე მგონი 6-იანია თუ არ ვცდები. საკმაოდ დიდი სიჩქარე განვავითარეთ, ისევ ამერიკული მანქანა არის და საკმაოდ ძიმეც არის და საკმაოდ შორსაც გადახტა, მაგრამ რა თქმა უნდა საკმარისი არ აღმოჩნდა ტბაზე გადასახტომად. შემდგომი რა უნდა დაგვეტესტა თუ არა Hyundai Genesis 2014 წლიანი. საკმაოდ გრძელი, ელეგანტური და ლამაზი მანქანა არის და საკმაოდ დიდი სიჩქარეც განავითარა 260 კმ-ს გაცდა და რამხელაზი ახტა ბიჭო. ეხა ეს რო გადახტეს და გადავიდი სათბაზე გავგიჟდები. ვაუ, ამ მანქანებს შორის ყველაზე დიდ მანძილზე ეს მანქანა გადახტა, რაც არ უნდა საინტერესო იყოს. ცოტა დააკლდა ძალიან, ცოტა. ახის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ.